რადიკულოპათიას ეძახიან, რომ ხერხემლიდან ხო გამოდის ნერვები, ჩვენ ხერხემალი გვაქვს და ზურგის ტვინიდან გამოდის ნერვები და ნერვი თუ მოიჭყლიტება და რომ მოიჭყლიტება იწვევს სიმპტომებს. სიმპტომებს ან გადაეცემა ხელში, ან გადაეცემა ფეხში, გააჩნია სად არის, თუ კისრის მალის თიაქარია, მაგალითად კისრის ცერვიკალური რადიკულოპათია ქვია, თუ წელის მიდამოშია, მაგალითად საიატიკა ქვია, ან წელის რადიკულოპათია. და ადამიანი გრძნობს დაბუჟების შეგრძნებას, მაგალითად მხარში, მკლავში, ხელში, თითებში, ტკივილის შეგრძნებას, შეიძლება იყოს მჭრელი ტკივილი, ძლიერი ტკივილი, მოძრაობისას ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება ამ ფეხში, სიარულისას, მიტრიალებისას, მოტრიალებისას, ფეხის აწევისას, დაბუჟება, ტკივილი და შემაწუხებელი და ეს არის რადიკულოპათია. რადიკულოპათია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, მოკლედ